უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებაზე და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილებაზე საუბრისთვის გამოიყენა საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა ვენაში ეუთოს უსაფრთხოების ფორუმი ტარდება, რომლის მიმართ თბილისიდან ინტერესი მზარდ გაორმაგებულია. საფრანგეთის შემდეგ ფორუმის თავმჯდომარეობა სექტემბრამდე საქართველომ გადმოიბარა. მაკო ბოჭორიშვილმა მიმართვისას ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე, ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, სუვერენიტეტის რღვევის და ქვეყნებს შორის ნდობის შემცირების შედეგებზე და იმ მიმართულებებზე, რომელთა გაძლიერება ფორუმის ხელმძღვანელობის დროს პრიორიტეტული იქნება. აქცენტირებული იყო კონსტრუქციული ჩართულობის და ეუთოს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის განსამტკიცებლად შესაბამისი ზომების მნიშვნელობა. გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ ამჯერად ვენის ფორუმიდან საქართველომ 2027 წლიდან ეუთოს თავმჯდომარეობის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ითხოვა. მოამბე ვენიდან სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს ახლა საუბარს. 2009 წლის შემდგომ საქართველოს ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარის პოზიციას იბრუნებს. ეს პოზიცია ჩვენმა ქვეყანამ როტაციის პრინციპით სულ რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთისგან გადმოიბარა და დღეს უკვე ფორუმი საქართველოს თავმჯდომარეობით ოფიციალურად გაიხსნა. გახსნა ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც საკმაოდ დეტალურად ისაუბრა იმაზე, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის გეგმები და ხედვები შემდგომი 4 თვის განმავლობაში, როდესაც სწორედ საქართველოს უნდა უხელმძღვანელოს ეუთოს ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს, გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი არის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კონფლიქტებისა და რისკების თავიდან არიდებისა და ქვეყნებს შორის ნდობის გამტკიცების თვალსაზრისით. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მეტად რთულ ვითარებაში თავმჯდომარეობის პოზიციას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებები, თავიდან იქნას არიდებული ახალი კონფლიქტები და რაც მთავარია განმტკიცდეს კიდევ უფრო მეტად ნდობა სახელმწიფოებს შორის. ეუთოს შტაბ-ბინის ისტორიულ შენობაში დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში საქართველოა. ახლა საქართველოს უხელმძღვანელებს შემდგომი 4 თვის განმავლობაში ეუთოს გადაწყვეტილებების მიმღებ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურას, უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის ფორუმს. სწორედ ამ პლატფორმაზე განიხილება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული საკითხები: მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, სახელმწიფოებს შორის ნდობის გამტკიცება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამ თემებზე შემდგომი 4 თვის განმავლობაში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, სწორედ საქართველოს წარმართავს დიალოგს საერთაშორისო პარტნიორებს შორის. მნიშვნელოვან მოვალეობას ქვეყანა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება და მზადაა იყოს კონსტრუქციული შუამავალი, განსაკუთრებით რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი. ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩარჩოში იყოს მუდმივად მსჯელობა და იყოს ჩვენს თვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტები გაკეთებული. როდესაც ჩვენ საუბრობთ საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევა. ამ ფარგლებში ასევე შესაძლებლობა გვექნება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზედაც ვიმსჯელოთ, რაც ასევე ეუთოს ფარგლებში არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი და ომი უკრაინაში რჩება ჩვენი რეგიონისთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად და ჩვენი დღის წესრიგიც, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობების ხელშესაწყობად. საქართველოს თავმჯდომარეობით პირველ გახსნით სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბევრი რამ თქვა. ქვეყნის ხედვებზე, მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ითქვა ისიც, რომ საკმაოდ რთულ დროს, როდესაც არსებობს დაუსრულებელი ომები და ახალი კონფლიქტების გაღვივების მუდმივი რისკი, ეუთოს რეგიონის უსაფრთხოება კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოს როგორც თავმჯდომარე ქვეყანა შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს გლობალური უსაფრთხოების დაცვისა და განმტკიცებისთვის. უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთოს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს. დღეს ვხედავთ თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს. ამავდროულად, უპრეცედენტო სისწრაფით ჩნდება ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები. ამ კონტექსტში საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის
ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამ გამოწვევებთან გამკლავება ფრთხილ მიდგომას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და სიმტკიცეს მოითხოვს. ამასთან, მათთან გასამკლავებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით მოქმედება ეუთოს არსის შესაბამისად. საქართველოს თავმჯდომარეობას იწყებს პასუხისმგებლობით, სრული მზაობითა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართ მტკიცე ერთგულებით. მტკიცე ერთგულებით და გამოცდილებით, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სავსე იყო მძიმე და რთული გამოწვევებით. საქართველოს შემდგომი 4 თვის განმავლობაში პასუხისმგებლობას იღებს დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და შეიარაღებული კონფლიქტებისას ადამიანების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს ფორუმის მანდატის ფარგლებში 3 ძირითადი პრიორიტეტი ექნება. მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შემცირება და პრევენცია. ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების სუვერენიტეტის დარღვევის მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს 2 რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას. სწორედ ეს გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობასთან მიმართებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას ეუთოს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი კვლავაც დარჩეს კონსტრუქციული დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად. ასევე მსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. განაცხადის წარდგენა ადასტურებს ორგანიზაციისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას და უწყვეტობის, ინკლუზიურობისა და პროაქტიული ჩართულობის ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას. 2027 წლამდე, ანუ იქამდე ვიდრე ეუთოში ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ საქართველოს მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურას, უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის ფორუმს უხელმძღვანელებს. 57-ვე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ ფორუმის ფარგლებში კვირაში ერთხელ შეიკრიბება სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოებისა და ნდობის გამტკიცების საკითხებზე სამუშაოდ. მომდევნო 4 თვის განმავლობაში კი საქართველოს როგორც ამ სტრუქტურის თავმჯდომარეს საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგზე საკუთარი ხედვებისა და მიდგომების დემონსტრირების მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს. ფორუმი არის ეუთოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე განიარაღებისა და შეიარაღების პრობლემატიკაზე. საქართველოსთვის აღნიშნული ფორუმის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს იქნება ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის პრობლემები, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა საქართველოს 14 აპრილს საფრანგეთისგან როტაციის პრინციპით გადმოიბარა 17 წლიანი პაუზის შემდეგ. 2009 წლის შემდგომ ქვეყანას წელს პირველად ერგო პატივი და გამოწვევა უხელმძღვანელოს ფორუმს სექტემბრამდე. სექტემბრიდან კი ისევ როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობას საქართველოს უკვე დიდ ბრიტანეთს გადააბარებს.